ცხოვრებაში ხდება ხოლმე ჩავარდნები. მე არ გულისხმობ ისეთ ჩავარდნებს, რაც გამოწვეულია გარემო ფაქტორებისგან და რომლის წინაშეც ზოგჯერ სრულიად უძლურები ვართ. მე ვგულისხმობ, როდესაც არ გაქვს არანაირი ხელისშემშლელი ფაქტორი. გაქვს ყველა მექანიზმი, ყველა ინსტრუმენტი, მაგრამ ზოგჯერ სიზარმაცის ხელი დაგრევს, ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე გადაერთვები და მთავარი უკან გრჩება. მეც გამივლია მსგავსი ეტაპი ცხოვრებაში და როცა გამოვხიზლდი, მივხვდი დრო გამეფლანგა. ფიქრობ ხოლმე სად, როდის, როგორ გამექცა სადავეები ხელიდან და გადავუხვე სწორი ნაბიჯების გზიდან. მაგრამ ეს ფიქრები არის წამიერი, არ ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას, იმიტომ რომ ცხოვრება მიდის წინ, გრძელდება, უკან მოხედვის აზრი არის ნულის ტოლფასი. ყველაფერი უნდა გააგრძელო იმ წერტილიდან, სადაც ხარ. გინდ გაგრძელება დაარქვი, გინდ ახალი საწყისები, სულ ერთია, მთავარია გააკეთო. აღდგენა შესაძლოა მარტივი არ იყოს, შესაძლოა შიშის ფაქტორი გაგიჩნდეს. ერთხელ უკვე სცადი არ გამოგივიდა, ვაი და მეორეჯერაც იგივენაირად მოხდეს, მაგრამ სწორედ წარსულ გამოცდილებაზე, წარსულ შეცდომებზე დაყრდნობით აღარ უნდა გაიმეორო იგივე, არ უნდა გაჩერდე, არ უნდა მოდუნდე, არ უნდა დანებდე. ბოლო პერიოდში ყოველთვის ამ სიტყვებს უჟღერებ საკუთარ თავს. გამომივა, აუცილებლად გამომივა და თუ არ გამომივა, გამოვიყვან. ეს თამარის მონოლოგებია, გამომიწერეთ და შევხვდებით მომდევნო ვიდეოში.